მე პირადად M4 მინდა რაღაცა ხა აუქციონზე ვივარ დღეს რომ მოვასწრო ვიყიდო მანქანა რომელსაც ვეღარასოდეს ვერ ვიყიდი. იძულებული ვარ ეხა მაგის გამო სესხი ავიღე რომ ვიყიდო მანქანა. ეს არის ერთეულების ინტერესები ვისაც ჩინურ მანქანებიდან რაღაც გარკვეული ინტერესი აქვს რომ გულს აიღებს 3 წლის მანძილზე თუ 4 წლის მანძილზე კატალიზატორს აბარებდა მთელი ქვეყანა ხო და ნახევარი მანქანა დღესაც უკატალიზატორო დადის. და მე მგონი მაგი ვიქნის პრობლემას და არა სიტყვაზე 2000 აი ეს მოდელი ახლა 2017-იანია და ეს მანქანა არ ქრის პრობლემას. ეს კანონი და ეს ისეთი ხალხი ღებულობს ბოდიში და კარტყმაში რო არ არიან რა. კარგი, რაღაცას გეგმავ ხო? რამდენიმე 1000 კაცია ეს სულ ექსპერტები არიან მაგ საქმის. ხო შეიძლება დაიბარონ წარმომადგენლები დაელაპარაკონ და კითხონ, მაგრამ არ გვთვლიან არაფრად. თქვენ მყიდველი ხართ? კი, თავს ვერ მოვიდა. ველი მანქანა თუ არ ვიყიდე და ძალიან ხელი შეგვეშალა ფასების ამბავში რა. უკვე მომატებულია ფასები? ნუ როგორც ჩანს რა, ეს სულელი არის რა, აკრძალვარი, საკრძალვა პირიქით 91-იანები უფრო ბევრად კეთესები არის ვიდრე ეხლანდელი ახლები 5 მანქანიდან ერთს რო აწყობენ. 1 წლიანი მანქანაც მინახია გაფუჭებული და 20 წლიანიც. რა მნიშვნელობა აქვს? მანქანა უნდა იყოს თვითონ გამართული. უბრალო ხალხი ვერაფერს ვერ გავარკვევთ. აი რა შეიძლება უბრალო ხალხმა რომ გააკეთოს თქვენი აზრით იმისთვის რომ რაღაცა შეიძლება გაუქმდეს და შეჩერდეს. არაფერი გამოსავალი არ იქნება. რამოდენა ხალხმა რა გააკეთოს, ხალხმა რამდენი მანქანა იყიდა, ზოგი ბინად დაალომბარდა, ზოგი სესხი გამოიტანა და ასე შემდეგ. მოგვი გვეშინია, გავდივართ, მაგრამ ვკითხულობთ ეს კანონი როდის იქნება რომ რომელი მანქანა ვიყიდოთ 17-იანი 16-იანი რო ვიყიდით რას ვქნათ. ზოგს არ აქვს საშუალება ახალი არ ჩამოყვას, ძველი ჩამოყვას, იმ არა გააკეთოს, არა. დღეს აგერ ჩვენ ქვეყანაში ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. წესით ახლა ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ვამბობ. აი ამ მანქანის მაგალითზე შეგვიძლია გამიხილოთ. ხო, ეს მანქანა არის საკმაოდ ბიუჯეტური, ამ მანქანის ფასი არის $12,000. კონკრეტულად ეს მანქანა არის 2019-იანი. ასე გამოდის, რომ შემდეგ წელს ამ მანქანას თქვენ ვერ ჩამოიყვანთ. არაფერი ამ მანქანაში არ შეცვლილა 2017 წლიდან დაწყებული 2023 წლამდე ზუსტად იგივე მანქანა გამოდის, ვიზუალშია ერთადერთი სხვაობა. იგივე ძრავი დევს, იგივე კოლოფი დევს, ანუ ყველაფერი არის ერთი და იგივე, სრულიად. და იქ ვიყენია ჩინური, თუ გინდათ განახებთ იმ მანქანას. რომელ წლიანია? ის არის 24-იანი. ჩინურია. ის ღირს 26,000. ეს არის მაგ მანქანის ანალოგი, ანუ ჩინური. ერთადერთი სხვაობა რაც არის, ამას აქვს პანორამა ჭერი, იმას ლუკი აქვს. მეტი სხვაობა არაფერი არ აქვს. ну სტარტ-სტოპი ამას აქვს, იმას არ აქვს. ეს მოვეშვები და ვფიქრობ უკვე სადმე წავიდე რა, იმიტომ რომ რასაც უყურებ ამ ქვეყანაში უკვე აი ყველაფერი კეთდება, განა ხალხის სასარგებლოდ პირიქით.